Rasmusseni ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იყო 2009-2014 წლებში ნატოში მისი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობრივი პოზიციიდან და საქართველოს მიმართ მისი პირადი დამოკიდებულებიდან გამომდინარე ის არაერთხელ იმყოფებოდა თბილისში ვიზიტით, როდესაც საუბარი ეხება საქართველოს მომავალ გაწევრიანებას, ანდერს ფოგ რასმუსენი ერთ-ერთი საუკეთესო რესპონდენტია. სწორედ ამიტომ მას ვესაუბრეთ ახლა იმ პროცესებზე, რომელიც მიმდინარეობს და იმ საფრთხეებზე, რომელიც მოდის რუსეთიდან. ანდერს ფოგ რასმუსენს პირველი კითხვა დაუსვით ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე, ის როდესაც ოფისში შევიდა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, მაშინ ნატოს ლიდერებს საქართველოსთვის და უკრაინისთვის უკვე მიცემული ჰქონდათ პირობა, რომ ჩვენ აუცილებლად გავხდებით ამ ორგანიზაციის წევრები, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მისი ნატოში გენმდივნის პოზიციაზე ყოფნის დროს ნატოს ყველა სამიტის დეკლარაციამ ამ ჩანაწერის მიმართ ერთგულება გაიმეორა. პირველ რიგში მინდა თავიდანვე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მოთხოვნები არის მიუღებელი. გათვალისწინებას არ ექვემდებარება მოსკოვის მოთხოვნა და ფიქრიც კი, რომ რუსეთს შეუძლია რამე მეზობლის ნების ნაცვლად გადაწყვიტოს. თითოეულ ევროპულ სახელმწიფოს აქვს გარანტირებული უფლება, თუ რომელ ალიანსთან იქნება აფილირებული, რა უსაფრთხოების მექანიზმებს მიმართავს. ამას რუსეთი ვერ გადაწყვეტს. რა უნდა გაკეთდეს? ახლა მთავარია ნატომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერთიანობის დემონსტრირება მოახდინონ. ერთადერთი ენა, რომელსაც რუსეთი პატივსცემს, არის ძალა, სიმტკიცე და ერთიანობა. 2009 წელს ნატოს გენერალურ მდივნად არჩევისთანავე რუსეთმა წარმოადგინა ახალი შეთანხმების პროექტი ევროპის უსაფრთხოების შესახებ. ეს პროექტი თვალისწინებდა ძალიან ბევრ ისეთ ჩანართს, რომელზეც პუტინი ახლა საუბრობს. ამიტომაც ჩემთვის პუტინის მოთხოვნების სიურპრიზი არ ყოფილა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთმა მოაწერა ხელი 1990 წელს ეუთოს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ყველა ქვეყანას აქვს უფლება აირჩიოს ის ორგანიზაცია, სადაც მათ გაწევრიანებას სურთ. ახლა კი მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რუსეთი ვერასდროს და არასდროს მიიღებს გარანტიას, რომ საქართველო და უკრაინა არ გაწევრიანდებიან ნატოში. ალიანსის კარი ღიაა და რუსეთი კარისკაცი ვერ იქნება. ნატოს გენერალური მდივნის პოზიციაზე მყოფმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ როდესაც იყო მსჯელობა ალიანსში და მინისტერიალებზე თუ სამიტზე საქართველოს და უკრაინის მომავალ გაწევრიანებაზე არასდროს არც ერთ წევრ სახელმწიფოს არც ერთ ეტაპზე არ უთქვამს ის, რომ ეს არ უნდა მოხდეს. ამიტომ ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს, რომ ეს გარდაუვალი პროცესია, როდესაც ის საუბრობდა ჩვენთან საქართველოს მომავალ გაწევრიანებაზე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, საერთოდ არ უხსენებია წევრობის სამოქმედო გეგმა, ანუ მაპი. მან თქვა, რომ საქართველო მზად არის გაწევრიანდეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში და ის გამოდის ინიციატივით, წარმოადგენს ფორმულას, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ეტაპზე ამ გადაწყვეტილების მიღება და სთავაზობს დისკუსიას ყველას, ვინც ამ ფორმულით დაინტერესდება. მე ვფიქრობ, რომ საქართველომ შეასრულა ნატოს მოთხოვნები და დააკმაყოფილა გასაწევრიანებლად საჭირო კრიტერიუმები. უკრაინა ძალიან ახლოა, რათა დააკმაყოფილოს საჭირო კრიტერიუმები. სწორედ ამიტომ პუტინი მუდმივად იმუქრება, ახალ-ახალი კონფლიქტის პროვოცირებას ახდენს. ოკუპირებული აქვს საქართველოს განუყოფელი რეგიონები აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. მოახდინა ყირიმის ანექსია, დესტაბილიზაციას ქმნის აღმოსავლეთ უკრაინაში. მე მსურს ასეთი ვარიანტის განხილვა მოხდეს და ეს არის ჩემი შეთავაზება. ცივი ომის დროს გერმანია ნატოს წევრი გახდა აღმოსავლეთ გერმანიის გარეშე. ეს ტერიტორია არ შედიოდა დასავლეთ გერმანიის მთავრობის კონტროლ ქვეშ. ჩვენ მათ დავთეთ ნება დასავლეთ გერმანიის გაწევრიანების. მე ვფიქრობ, რომ შეგვიძლია ზუსტად ეს გავაკეთოთ საქართველოს და უკრაინის შემთხვევაში. განვაცხადოთ, რომ დიახ, საქართველოს შეუძლია გაწევრიანდეს ნატოში, მაგრამ რადგან სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი რუსეთის მიერაა კონტროლირებადი, ნატო ამ ორ ოკუპირებულ რეგიონს არ მოიცავს, ნატოს მეხუთე მუხლი. იგივე სცენარია უკრაინაზე. გვაქვს პრეცედენტი და უნდა განვიხილოთ ეს მოდელი. ამით ავიცილებთ თავიდან ვითარებას, როდესაც რუსეთი, როგორც კარისკაცი გადაწყვეტს, თუ როდის გავხსნათ ნატოს კარი. ის თუ როდის გაიღება ნატოს კარი, ორი ასპირანტი სახელმწიფოსთვის ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ ნატოში, ამბობს ანდერს ფოგ რასმუსენი და ასევე მან დაამატა ის, რომ მადრიდის ნატოს სამიტი ამას აუცილებლად დაადასტურებს. გარანტიას რუსეთი ვერ მიიღებს და პირიქით რუსეთმა უნდა მისცეს გარანტია ნატოს და შეერთებულ შტატებს, რომ არ დაესხმევა თავს მეზობლებს. ხვალ არის ნატოში შეხვედრა ნატოსა და რუსეთს შორის. ანდერს ფოგ რასმუსენი ამბობს, რომ ძალიან დიდი მოლოდინი არ უნდა შევიქმნათ და სანამ ასეთი ვითარებაა, რომ არ არის გარანტია და წინაპირობა იმის, რომ რუსეთმა საკუთარი ქცევა შეიცვალოს, მანამდე უკრაინას ყველასთვის სამწუხაროდ მხოლოდ იმედი შეიძლება ჰქონდეს მშვიდობის და მოემზადოს ბრძოლისთვის.